მე ახლა რასაც თქვენ გეტყვით, მე ვიცი რომ 99%-მა ეს არ იცის. ქრისტიანობაში თქვენში შეიძლება ბევრმა იცის, იმიტომ რომ მრევლი ხართ და მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ ამის გააზრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საძირკველი ჩვენი სარწმუნოების, გესმით, რასაც მე ახლა ვიტყვი. იმიტომ რომ ადამიანი იმის გამო რომ ეს არ იცის, რასაც მე ახლა თქვენ აგიხსნით, წვალობს, დარდობს, განიცდის თავის ცხოვრების შეცდომებს ძალიან, გესმით? აი სანამ ამას დავიწყებ ამას საუბარს, მე მინდა თქვენ კითხოთ, თქვენ წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება, რომ ქრისტე არ მოსულიყო ჩვენთან. აი როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება, რომ ჩვენ არ ვიცნობდეთ იესო ქრისტეს. აი ძე ღმერთი რომ არ განკაცებულიყო და ჩვენთან არ მოსულიყო, აი ეს სახარება, ეს რწმენა ჩვენ რომ არ გქონდეს, წარმოგიდგენიათ თქვენი ცხოვრება როგორ შეიძლება ყოფილიყო? აი სიცარიელე ჩვენში. წარმოგიდგენიათ? ძნელია ხომ წარმოსადგინათ, აი როგორ უნდა იყოს ქრისტეს რწმენის გარეშე ადამიანი, ხო? და მადლობელი ხართ ხო ამისთვის? ხო ხართ ქრისტეს მიმართ მადლობელი რომ ეს მოხდა და ის ჩვენთან მოვიდა და აი ეს ძვირფასი ეს განძი საგანძური სარწმუნოების მოგვიტანა და გამოგვიხსნა. გამოხსნა ამას ნიშნავს სწორედ რომ სიბნელიდან გამოგვიხმო ნათელში და ბედნიერნი ვართ რომ ყავს ასეთი მაცხოვარი ჩვენ, ასეთი კაცთმოყარე, ასეთი შემდობი, ასეთი დაბალი, ასეთი რომელიც იგებს ჩვენს გასაჭირს, ხომ? თვითონაც ხო ადამიანი იყო, ამიტომაც ესმისო მას თქვენი გაჭირვებაო, ესმის თქვენი განსასწრები. ამიტომ აი ნახეთ ადამიანი ფიქრობს ასე. აი შეცდომა რა შემდგომარეობს, ახლა იმაზე გადავდივარ. ადამიანი ფიქრობს ასე. აი მე უნდა დღილაზე საღამოს ვიკითხო ლოცვები. უნდა ვიარო ყოველ კვირას ეკლესიაში. უნდა შევასრულო ის კანონი, რაც დავალებული მაქვს. ხანდახან მეტანიებს მიუსჯიან ადამიანს, ის უნდა გააკეთოს, ხო? ცნებები, 10 ცნება უნდა დავიწვა. ადამიანი ანგარიშობს, გესმით? ადამიანი ანგარიშობს, აი ერთი გავაცდინე, ორი გავაცდინე, დილას როცა გამორჩა, ეს ვერ შევასრულე და ადამიანი დანჯება უკვე. ფიქრობს რომ მორჩა. ღმერთმა გაურისხდა მას ღმერთი და ღმერთმა ის ასე თქვა დაჯის შეიძლება ამ შემთხვევაში. ხომ ფიქრობთ ასე? ხომ ფიქრობთ ასე? აი ადამიანებს ქრისტიანების უმრავლესობა ასე ფიქრობენ რომ აი ეს ყველაფერი მე რომ არ შევასრულო სასუფეველში ვერ შევარნე. ხომ ასე ფიქრობთ? მე ხა ძველი აღთქმიდან ერთ ადგილს დაგიკითხავთ თქვენ რომ გაიგოთ რისი თქმა მინდა მე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ნახეთ, როცა ისრაელი ეგვიპტის მონობაში იყო, ხომ გახსოვთ ეს ისტორია, ხო ყველამ ვიცით. მოსეზე ფილმები მაინც ხომ გვაქვს ნანახი. რომ ისრაელი იყო ეგვიპტის მონობაში, ფარაონის მონობაში და ღმერთმა გამოიყვანა მოსეს წინამძღოლობით, ძლიერი მკლავით, ღმერთმა სასწაულებით და ძალით გამოიყვანა ისრაელი ამ მონობიდან, ხო? აი ეს ძველი აღთქმა, მოსეს რჯული. ეგვიპტეში მონობის დროს მიეცათ მათ თუ მონობის შემდეგ? რა თქმა უნდა, მონობის შემდეგ, ხო? როცა თავისუფლება მისცა მათ ღმერთმა, შემდეგ სინასწრაფაზე მიადგენ სინასწრაფას და მოსე მისცა ეს რჯული. ღმერთმა მისცა ეს რჯული. აი ამ რჯულში წერია ძალიან ბევრ ადგილას ასეთი რამ. ნახეთ, აი მაგალითად, ცნებები ხო არის 613 მცნებაა, რომელიც უნდა დაიცვან ებრაელებმა იმ დროს. ნახეთ ეუბნება მაგალითად, როცა შენ მოყვას ფულს ასესხებ, აი მაგალითად, ფულს ასესხებ და წინდი უნდა მოგცეს, ანუ გირა უნდა მოგცესო, ნუ შეხვალ მის სახში რომ დაათვალიერო რა მოგცეს გირაოდ. გარეთ დაელოდე, თვითონ გამოგიტანოს, ხო? ანუ ხარბი არ იყო მოყვასის მიმართ. ასევე თუ ღარიბია შენი მოყვასი და გთხოვს რომ ფული ასესხო, სულ ნუ გამოართმევო გირაოს, ვერტიებული. შემდეგ ეუბნება რომ თუ გირაოდ თავისი ბოლო ხალათი მოგცაო შენმა მოყვასმაო, მზის ჩასვლამდე დაუბრუნეო. იმიტომ რომ შეიძლება ფული ვერ დაგიბრუნოს, მაგრამ შენ მაინც დაუბრუნე ის გირაო, იმიტომ რომ რა დაიფაროს ღამე სიცივეში, როგორ გაათიოს ღამე. და ბოლოს ეუბნება, არ გაამრუდო გმურის და ობლის სამართალი და ნუ დაიქირავე ქრივი ქალის სამოსელს. და ეუბნება ბოლოს, ნახეთ, გაიხსენე, რომ ტყვე იყავი ეგვიპტეში, უფალმა შენმა ღმერთმა გამოგისყიდა იქიდან და ამიტომ გიბრძანა ამ ცნებების დაცვა. გესმით რას ეუბნება? ამ ცნებების დაცვას იმიტომ გიბრძანებ, რომ გახსოვდეს, რომ მე გაგათავისუფლე შენ მონობიდან. შემდეგ სხვა ადგილას ეუბნება კიდევ, ასევე როცა მომკი სამკალს
და დაინახავ რომ დაგრჩა ცოტა მოსამკალი დატოვე არა იყო რადგან ღარიბები ჩამოივლიან და ისინი მოკრეფავენ ამას ზეთის ხილს რომ დაბერტყავ დაინახავ რომ კიდე დარჩა დატოვე ხეზე იმიტომ რომ ღარიბ ღატაკები გამოივლიან შენ მოყვასი და ისინი დაკრეფავენ და ეუბნება ისევე უბნება გაახსოვდეს რომ მონა იყავი ეგვიპტეში და მე გაგათავისუფლე ამიტომაც გიბრძანებ ამ ცნებების დაცვას ასევე შაბათს ერთ დღეს როცა სინაგოგაში მან განკურნა სნეული და უნებიან შაბათს რატო არ ღვევ შაბათზეც იგივე შეუბნება ღმერთი რომ შაბათს იყოს ღმერთის ხსენების დღე შაბათს იყოს განსვენების დღე შაბათს შენ სახში არ ამუშაო არც შენი შვილი არც შენი ცოლი არც შენი ღრმა მონაც კი რო ყავდეს უცხოტომელი შაბათს ისიც დაასვენე გაახსოვდეს რომ შენც მონა იყავი სხვისი ეგვიპტეში და მე გამოგიყვანე მონობიდან და ამიტომ გიბრძანი ამ ცნებების დაცვა ანუ რა გამოდის ნახეთ რომ რადგან მე უკვე გაგათავისუფლე შენ ამიტომ უნდა დაიცვან ცნებები გესმით ცნებებს თუ დაიცავ მაშინ გაგათავისუფლებ კი არა რადგან მე გაჩუქე თავისუფლება ისრაელს ეუბნება როგორც სამადლობელი ვალდებული ხარ რომ დაიცვა ეს ცნებები გესმით აი ისრაელს ეს რჯულის 613 ცნება იმიტომ უნდა დაეცვა შემდეგ მათ დაამახინჯეს და ეგონათ რომ ამ ცნებებს თუ დავიცავთ სასუფეველში შევალთო არა ღმერთი მაგას არ ეუბნება რადგან მე გაგათავისუფლეთ მადლობა მითხარით იმითი რომ ცნებებს დაიცავთ ხო გასაგებია პრინციპი ხო გასაგებია აი რა არის ახლა ახალ აღთქმაში ჩვენთან ქრისტემ რისგან გაგვათავისუფლა ჩვენ ცოდვისგან და ეშმაკის ბატონობისგან ჩვენზე ხო ის ამბობს რომ თქვენ განდა უნდა დაიმსახუროთ სათასასუფეველი და შეხვალთ მე უკვე გავაღეთ სათასასუფეველი თქვენთვის ჩემი ჯვარცმით ახლა როგორც მადლობა ისე დაიცავით ყველა ჩემი ჯულის მცნება გასაგებია აი ეს არის უმნიშვნელოვანესი პრინციპი რომელიც ჩვენ უნდა გვესმოდეს გესმით რომ აი ადამიანი ასე ფიქრობს აი მე ამდენი ფსალმუნი წავიკითხე და იქ დაიწერა ქულები ანგარიში დაიწერა რომ ბევრი მაქვს დაგროვებული აი მე ამდენი სიკეთე გავაკეთე და იქ დაიწერა ქულები ის ქულები არაფერს არ ნიშნავს ქულები უკვე დაწერილია ქრისტეს ჯვარცმამ ჩვენ უკვე გაგვიღო ის სასუფეველი უკვე გაგვათავისუფლა უკვე გვაქვს მაგრამ ქრისტე გვეუბნება რომ ახლა როგორც სამადლობელი ისე დაიცავით ჩემი მცნებები გესმით ეს უფრო ძლიერი წინაპირობა გესმით აი ისე ჩემით რომ მოვინდომო რომ აი მე რაღაცას ჩავიდენ დავიმსახურებ ამას ვერ გააკეთებ მაგრამ სინდისიერ პატიოსან კაცს რომ ესმის რომ მადლობა ეს რასაც აკეთებს იმისთვის ადვილი გასაკეთებელია მაშინ გესმით ამიტომ ხედავთ შეაბრუნეთ ის კი არა რომ მე ამას შევასრულებ და დავიმსახურებ არა დავუმსახურებლად უკვე მომეცა და მადლობა უნდა უთხრა ამით ღმერთს აი წირვაზე რომ მოდიხარ დღესდილას მაგალითად ხო ის კი არ უნდა იფიქრე რომ ამ წირვას თუ დავესწრები ღმერთი მაცხონებს არა ღმერთმა ცხონება უკვე გაჩუქა შენ და ეხლა მადლობა უთხარ იმით რომ მიდი და ადიდე ღმერთი ხო გასაგებია აი ეს შემოატრიალეთ ეს დამოკიდებულება ღმერთთან აი ეს პრინციპი არის თავარი ჩვენ სარწმუნოებაში გესმით და აი ხო ბარჯემ გვითქვამს რომ წირვას რა ქვია ბერძნულ ენაზე რომელზეც ევხარისტო არის მადლობა სამადლობელ წირვაზე მოდიხართ თქვენ გესმით რომ მადლობა უთხრათ იმისთვის რომ ის მოვიდა ჯვარცეცვა ჩვენთვის და ჩვენი სასჯელი მან აიღო თავის თავზე მან გადაიხადა ჩვენი დანაშაული ხომ გასაგებია თუ გავგებარია რა აი ეს უნდა გავიგოთ ეს თუ გავიგეთ ყველაფერს ძალიან ადვილად შევასრულებთ იმიტომ რომ მადლიერი კაცი ბედნიერი კაცია და ღმერთის წინაშე მადლიერი კაცი როგორი ძლიერია როგორი ბედნიერია რომ მან ყველაფერს ის აკეთებს იმიტომ რომ მადლობას უხდის ღმერთს გესმით დამსახურებისთვის კი არ აკეთებს რომ ქულები დაიწეროს არა მადლობას უხდი მე იმისთვის რაც შენ წინასწარ გააკეთე ჩემთვის შენი მოსვლით შენი მოძღვრების მოტანით შენი ჯვარცმით და შენი შეპირებით რომ სასუფეველი ღია ყველა ვინც იწამებს მის მოსვლას ამ ქვეყანაზე აი ეს ხა ეს ერთი საუბარია მაგრამ არ დაივიწყოთ სახით რომ წახვალ იფიქრეთ ამაზე მე როგორ ვაკეთებ მე ასე ვფიქრობ
თუ მე ვანგარიშობ, რომ ამას გავაკეთებ, იმას მომცემს, არა. ის რაც მან მოგცა, არ აიწონება, ის არ დაითვლება, ის უსაზღვროდ დიდია. ახლა ჩვენ გვმართებს, რომ მადლობა უთხრათ ის რაც მან მოგვა, იმისთვის რაც მან მოგცა და გვიწყალობა. დიდება ღმერთს და მის ძალას და მათ